დავიწყოთ. გამარჯობა, მე ვარ ჯვანშერ ჯეჯელავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ეს არის კურსი კოსმოლოგიას მეხუთე ლექცია, კურსი იკითხება 2020 წლის საგაზაფხულო საკარანტინო სემესტრში და ლექციების დაყოფა გამოდის ცოტა პირობითი, იმიტომ რომ ზოგი ლექცია იხლიჩება 2-ად, ზოგი შეიძლება გაიხლიჩოს 3-ად, ზოგი კიდე იქნება ეს მოკლე პატარა რაღაც თემატურად დასრულებული სახის ვიდეოები. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეს ნუმერაცია ძალიან პირობითია. ახლა რაც შეეხება თემატიკას, რომელსაც დღეს დავფარავთ, დღეს მინდა ვისაუბრო მზის სისტემაზე, თითქოს უკვე ვისაუბრეთ მზის სისტემაზე, აქამდე რამოდენიმე ლექციაც კი მიუძღვენით მას, მაგრამ ამჯერად მინდა ვისაუბრო უფრო წარმოშობის და კოსმოლოგიის თვალსაზრისით ამ ყველაფერზე. ერთის მხრივ ეს ლექცია არ იქნება ძალიან გადატვირთული კონკრეტული ობიექტების დეტალებით, მაგრამ აი მაგალითად კონკრეტული პლანეტების დახასიათებით, მაგრამ კლასი ობიექტების, რომლებიც გვაქვს სისტემაში, ეს იქნება დახასიათებული და იქნება წარმოშობაც ასე თუ ისე ახსნილი. რას მინდა გავუსვა ხაზი, რომ საერთოდ კურსი და ნებისმიერი მეცნიერება და მათ შორის ეს კურსიც და ნებისმიერი სხვა კურსი არ აქვს ამას მნიშვნელობა გადამწყვეტი. ყოველთვის შეიძლება ააგოთ ორი სხვადასხვა მიდგომით. ერთი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ თქვენ ექსპერიმენტებიდან ნელ-ნელა აგროვებთ მასალას და თქვენს ცოდნას სამყაროზე და ეს ძალიან გავს ისტორიულ კურსს, როგორც კაცობრიობა მიდის, თქვათ სამეცნიერო ცოდნის შეძენის დროს. იმიტომ რომ რა იგულისხმება აქ, რომ თქვენ თქვათ არ იცით არაფერი ობიექტზე, ატარებთ ექსპერიმენტს, მერე რაღაცა სახის წარმოდგენები გაქვთ, მერე კიდე დამაზუსტებელ ექსპერიმენტს გაქვთ და კიდე უკეთესად უფრო ღრმავდება თქვენი ცოდნა და ეს პროცესი არის პრინციპში დაუსრულებელი. მაგრამ არის მეორე მიდგომა. მე შეიძლება უკვე არსებული სურათი იმდენად კარგად ავაგო, რომ მინიმალური საჭირო დებულებები მოვიშველიო და აი თითქოს ზემოდან იდეებზე დავაფუძნე ჩემი ცოდნა სამყაროს შესახებ. და ამ ორივე მიდგომას აქვს თავისი პლუსი, თავისი ნაკლი. პირველი მიდგომა ეს არის ის რითიც ჩვეულებრივ ვითარდება კაცობრიობა პრინციპში, თუ ახალ დარგში მიდიხართ და ახალ აღმოჩენებს აკეთებთ, როგორც წესი ეს ტიპის განვითარებაა. და მეორე აი ეს ზემოდან დაშენებული თეორიების მაგალითი, ნუ ეს წვიმალი ილუსტრაცია არის ევკლიდეს გეომეტრია. საერთოდ აინშტაინი ამბობდა, რომ ევკლიდეს გეომეტრია არის ესეთი კაცობრიობის აი აზროვნების მწვერვალი, იმიტომ რომ მინიმალური დებულებებით შემოყავთ რაღაც წერტილი, შემოყავთ წრფის განმარტება, შემოყავთ რაღაც მინიმალური აქსიომატიკა და მორჩა, ანუ თქვენ ამის შემდეგ ყველა იმ თეორემას, რომელიც მოცემულია გეომეტრიაში, რომ იგივე შიდა ჯვარედინი კუთხეების ჯამი უნდა იყოს 180 გრადუსი, ის რომ რა ვიცი ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეები არის 60 გრადუსი, ის რომ საერთოდ სამკუთხედის კუთხეების ჯამი არის 180 გრადუსი. აი ეს ყველაფერი ხო თქვენ სინამდვილეში მერე შეგიძლიათ დააშენოთ აი მარტივი დებულებების საფუძველზე. რომელი მიდგომა ჯობია? ნუ აი ესეთი ისტორიულად თუ არ ვიცი, თუ ტრადიციულად ჩამოყალიბდა ესეთი მიდგომა, რომ თეორეტიკოსებს ურჩევნიათ უფრო მოსწონთ და მათ სოფხედველობაში უფრო ზის ეს ზემოდან დავაშენო მეცნიერება და უფრო ექსპერიმენტატორებში მიღებული არის ეს აღწერიდან და ეს ისტორიული ნაბიჯ-ნაბიჯ, თქვათ, დაზუსტებით და ასე შემდეგ, აი ესე ვაშენო მეცნიერება. ეს აი სუფთა ესთეტიკის ამბავია. საბოლოო ჯამში, როცა უკვე ყველაფერი იცით, ან როცა მთლიანად გაუმკლავდით საგნის მოცულობას, ხო? თქვენ ორივე მიდგომის ფარგლებში გაქვთ სასრული და გამომწურავი ცოდნა, მაგრამ ნუ სასრული აი შეძენილ ცოდნაზე არის ლაპარაკი, ხო? მაგრამ აი სანამ მიხვალთ, ხო, ორივეს აქვს ტენდენცია იყოს მიკვერძოებული, იმიტომ რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებულიდან თქვენ ვერ ააგებთ სრულ სურათს და პირიქით თეორიის კუთხით თუ მიუდგებით ამას და ზემოდან აშენებთ
მოკლე აქსიომებიდან, აი პირამიდის წვერიდან აშენებთ ამ თქვენ მეცნიერებას, მაშინ თქვენ გეკარგებათ აი ეს შეხება რეალურ სამყაროსთან და მთლად კარგად ვეღარ გძნობთ აი უშუალო ფიზიკურ პროცესებს. ანუ კონცეფციებში კარგად ერკვევით, ამ კონცეფციების ფარგლებში შეიძლება აღმოჩენებიც კი ატაროთ, მაგრამ აი ეს მიწაზე დაშვების მომენტი საერთოდ გამოგერიცხოთ. ნუ ამის მწვავე მაგალითებია, მაგალითად ბევრ ფიზიკის წიგნში შეიძლება შეხვდეთ ასეთ რამეს, რომ აი რაღაც ექსპერიმენტს დგავენ და მერე გეუბნებიან, რომ წარმოვიდგინოთ, გვაქვს წერტილი და მისგან თანაბრად დაშორებული ორი სხვა წერტილი. და ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ და აიღეთ რაღაც წერტილი, წყარო თქვათ, გამოასხივეთ ის ტოლი მანძილები გაიარა ამ წყარომ და ეს რაღაცნაირად გაზომეთ და მერე თქვენ შეგიძლიათ აზრობრივი ექსპერიმენტი დადგათ და ასე შემდეგ, მაგრამ ნებისმიერი ექსპერიმენტატორი გეტყვით, რომ ეს ექსპერიმენტი ვერაზოს ვერ განხორციელდება აი ამ სახით, იმიტომ რომ თქვენ ტოლ ორ მანძილს ვერაზოს ვერ გადაზომავთ საჭირო სიზუსტით. ნუ რაღაც სიზუსტით გადაზომავთ, მაგრამ აი უშუალოდ ექსპერიმენტული ფიზიკის განვითარებისთვისაც სჭირდება, მაგას ვერაზოს ვერ იზავთ და ყოველთვის უნდა მერე აი ეს იდეალური ექსპერიმენტი თარგმნოთ ისეთ ფიზიკურ რეალურ ექსპერიმენტზე, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეგიძლიათ განსხვავება დაიჭიროთ, რომ აი ეს კი მიახლოებით ტოლი მონაკვეთებია, მაგრამ მათ შორის განსხვავება არის და ეს განსხვავებაც უნდა ზომოთ. მუდმივად და მოგეთ რთული კონცეპტუალური დილემის წინაშე ვდივარ ახლა მე, როცა უნდა ვისაუბრო მზის სისტემაზე. რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ მე მინდა მზის სისტემა ავწერო, მეორეს მხრივ მე მინდა მე არ მინდა დავკარგო ძალიან ბევრი დრო იმ ისტორიულ დაშენებაზე, რა მოხდა, როგორ აღმოვაჩინეთ, რატომ და ასე შემდეგ. ამიტომ დღევანდელი ლექცია იქნება ესეთი წვერიდან აშენებული პირამიდა, რომელიც დაკიდებულია ჯერჯერობით ჰაერში. წვერიდან მე ავაშენებ იდეებს, არ ვიტყვი რატომ და როგორ მიიღეს ეს იდეები, ნუ მიახლოებით მინიშნებებს გეტყვით, მაგრამ ზუსტი ისტორიული აგება და გაგება თუ გინდათ, მაშინ უნდა იკითხოთ ის წიგნები, რომლებიც ეხება უშუალოდ ამ პირამიდის ფუძეებს და მერე ყველაფერი შეგეკრებათ ერთ სურათში. და შეიძლება ეს ლექციაც იმედი მაქვს უბრალოდ, ეს ლექცია დაგეხმარებათ ამ ერთიანი სურათის შეკვრაში. თუმცა ცალკე პლანეტებზე თუ გინდათ გაიგოთ, ცალკე გეოლოგიაზე თუ გინდათ გაიგოთ, ცალკე აი ყველა იმ ასპექტზე თუ გინდათ გაიგოთ მეცნიერების, რომელზეც ეხლა ვისაუბრებ, ეს ცალკე კვლევას მოითხოვს და ცალკე თქვენს ინვესტიციას მოითხოვს დროის აი ამ საგანში. მოდით ჯერ ვთქვათ, აი რატომ ქვია ამას ყველაფერს მზის სისტემა, რატომ არა დედამიწის სისტემა, რატომ არა პლანეტარული სისტემა. შეგიძლიათ ორივე იხმაროთ, მაგრამ როდესაც დაიწყეს გადამოწმება იმ იგივე არისტარქეს გაზომვების, მზის რადიუსის და დისტანციის და ასე შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მზე არის ობიექტი მზის სისტემაში, რომელიც აბსოლუტურად დომინირებს მასის თვალსაზრისით და ზომების თვალსაზრისით მზის სისტემაში. ანუ ეს არ არის რაღაც იმ გაგებით, რომ ვთქვათ, მე მაქვს ერთი ჭანჭიკი და მაქვს მეორე ჭანჭიკი, ოდნავ განსხვავებული ზომის, მაგრამ ნუ პრინციპში ორივე ჭანჭიკია და ნუ ან ვაშლებს რო ვაკვირდები მაგალითად. ხო ვიცი რომ ეს ზოგი ვაშლი უფრო დიდია, ზოგი უფრო პატარა, შეიძლება ძალიან დიდი და ძალიან პატარა ვაშლი ვიპოვო, მაგრამ მზეზე და პლანეტებზე როცა არის საუბარი, ასეთ განსხვავებებს არ გულისხმობენ. იგულისხმება რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი განსხვავებაა. უფრო მეც ვიტყვი, ეს განსხვავება არ არის აი იმ ტიპისაც კი, რომ აი როგორ განსხვავდება საზამთროთმე და ვაშლი, არა. მზის სისტემა აი რო აიღოთ ყველა პლანეტა, ყველა ობიექტი, ყველა ასტეროიდი, ყველაფერი რაც კი მოგროვდება მზის გარშემო რაღაც რადიუსით და რაც ბრუნავს მზის გარშემო, აი ამას ვარქვევთ მზის სისტემას. ანუ თვითონ მზე და ყველაფერი რაც გრავიტაციულად ბრუნავს მზის გარშემო, ეს არის მზის სისტემა, უხეშად. და ეხლა ეს ყველაფერი რო შემეძლოს და ავწონო, ნუ უფრო ფორმალურად და სწორი ტერმინი იქნებოდა, გავზომო ამ ყველაფრის მასა. მზის წილი ამ ყველაფერში არის 99.8%. ანუ კიდევ ერთხელ 1000 ნაწილად რო გავყო, აი ეს მასა რომელიც გავზომე, ამ 1000-დან 2 რო გადავდო და დანარჩენი 998 დავტოვო. აი ეს იქნება მზე და იმ 2-ისგან
უნდა ავაშენო პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, ყველაფერი რაც ბრუნავს მზის გარშემო, იქნება მხოლოდ აი ეს ორი ნაწილი, ანუ 2/1000, ანუ 0.2%. იმიტომ პროცენტი არის 100, პროცენტის 1/10 ეს არის 1/1000. ახლა ზომებშიც დიდი განსხვავება არის. აი აქ სურათზე რასაც ხედავთ, ეს სექტორებად ლურჯად რაც არის დახაზული, ეს არის ჭრილი რო გაგაკეთებინა და დედამიწებით რო შეგვევსო, აი ეს ჭრილი. ნუ შეგიძლიათ ითამაშოთ მე რამდენი დედამიწა მოთავსდებაში, მაგრამ ნუ მაინც და მაინც დიდ აზრს ამ ყველაფერში ვერ ხედავ. ნუ ასეთ თამაშში. ახლა კონკრეტული რიცხვებით შევიძლია დავასახელოთ, ოღონდ ამას მოგვიანებით დავასახელებთ, იმიტომ რომ ახლა მაინც ანუ როგორ რაღაცა ნახეთ, თქვენ თუ ფასებს გეუბნებიან სხვა ვალუტაში და სხვა ქვეყანაში, თქვენთვის ეს ფასები არაფერზე არ მეტყველებს, თუ არ იცით კურსი და აქაც ჩვენ შეიძლება ეს აბსოლუტური რიცხვები ვთქვათ მზის მიმართებაში და დედამიწის მიმართებაში, მაგრამ ჯერჯერობით მაგას ჩვენთვის ინტერპრეტაცია არ ექნება, სანამ ცალკე ლექცია არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გავიაზროთ აი ეს მასშტაბურობა და ეს განსხვავება ზომებში და ასე შემდეგ. ესე იგი, მივხვდით, რატომ არ ქმევენ ახლა მზის სისტემას, აი იმას, რასაც ვხედავთ ჩვენს გარშემო, ხო? იმიტომ რომ მზე გამოდის აბსოლუტურად აი დომინირებადი სხეული. ბერძნებს რო ცოდნოდათ ალბათ აი ესეთი სისტემა, ჰელიოსი იქ იქნებოდა ალბათ უზენაესი ღვთაება და არა ზევსი, რომელსაც პატარა იქ რაღაც წერტილი აქვს მიძღვნილი, ხო, ეს გაუგებარი რაღაცაა, ხო, რატომ უნდა მიაწნა არა უზენაეს ხმას თქვა პატარა პლანეტები და რატომ თვლი რომ თქვა დიდია ესეთი მზე, არის ხოლმე დაქვემდებარებული უმეტი, მაგრამ ამას სხვა ისტორიული მიზეზებიც აქვს. შემადგენლობა რა არის ახლა მზის სისტემის. ისევ, აქ არ ვიტყვი როგორ გავზომეთ. როგორ გავზომეთ ეს რიცხვები, ეს ცალკე ამოცანაა და ცალკე პრობლემაა, რომელსაც ახლა ცოტა გვერცაული. მაგრამ ვიტყვი ეგეთ რამეს, რომ ეს არ არის უბრალოდ აი ესეთი ფუჭი ვარაუდები, ეს არის უდიდესი შრომადებს ამ რიცხვების მიღმა. და დიდი რწმენა არის, რომ ეს რიცხვები საკმაოდ ზუსტები არიან რეალობასთან. და აქ არ არის ლაპარაკი, რომ იცი და შეიძლება ეს იყოს 70 და ვთქვა, აი 73 და 19 წერია და ეს შეიძლება იყოს სინამდვილეში 85. არა, აი ეგეთ განსხვავებებზეც არ არის ლაპარაკი. ანუ პროცენტიანი განსხვავებებიც არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი უფრო ზუსტ გაზომვებზე. შეგიძლიათ ნახოთ სტატიები, აი აქ მოყვანილიც კი არის ერთ-ერთი. და ეს სტატისტიკა რაც გვეუბნება, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ სულ სხვა სურათს. აი აქ რასაც ხედავთ, ჩვენ ცხოვრობთ დედამიწაზე, ვსუნთქავთ ჰაერს და ვიცით რომ ეს ჰაერი მაინც და მაინც დიდი ნაწილი არ არის აი მასის, რომელსაც აქვს დედამიწა, იმიტომ რომ ატმოსფერო არის მთელი ფენა დედამიწის გარშემო. ეს თხელი ფენა, რომელიც აი მაქსიმუმ რო გავწელო, ყველაზე მკვრივი ფენები ალბათ 20-30 კილომეტრი. კი ფორმალურად შემიძლია გავაგრძელო კარმანის ხაზის იქით 100 კილომეტრზე ზემოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს აი ძალიან ისეთი მასის თვალსაზრისით ეს უკვე უგულებელსაყოფი რიცხვები იქნება, თუმცა დის სიჩქარეზე შესვლისთვის და დაჯახებისთვის გასათვალისწინებელი, მაგრამ იმიტომ რომ ასტეროიდები აი სადღაც მანდიწვიან, მაგრამ თუ გავზომავ, ხო აი სუნთქვა მე უკვე არ შემეძლება, ვთქვა 10 კილომეტრზე მაღლა უკვე დაივიწყეთ იქ ჩვეულებრივი სუნთქვა, როგორც ეს აპარატების გარეშე, 30 კილომეტრზე საერთოდ თვითმფრინავის ფრენა დაივიწყეთ, ეს ფრთებით თუ რეაქტიული ძრავი არ აქვს, ძლიერი და უფრო სხვანაირ ტრაექტორებით არ დადის და მარტო ფრთებით ვერ შეაკავებთ თქვენ თავს მანდ. აი მარტო აეროსტატებით შეძლებთ ამ სიმაღლეებზე და მოგეთ ატმოსფერო არის ძალიან თხელი ფენა დედამიწის გარშემო, მაგრამ უდიდესი ნაწილი დედამიწის მასის არის აი ეს მკვრივი ქანები, აი ეს ქერქი, რომელზეც დავდივარ და მე შიგნით მანტია და მე შიგნით უკვე ეს დედამიწის გული. და ამ ხრივ ჩვენ ველით ინტუიტიურად ადამიანი ელის იმას, რომ სხვაგანაც იგივე რაღაცა ხდება. და დედამიწაზე ნამდვილად ვიცით, რომ არ დომინირებს ვთქვათ, მსუბუქი ელემენტები.
მასის თვალსაზრისით. მაგრამ მზის სისტემას თუ გადავხედავთ, მზის სისტემაში აღმოჩნდება დისპროპორციულად სხვა სურათი. იმიტომ რომ წყალბადს მიაქვს 74% თითქმის ჯამური მზის სისტემის მასის. ანუ 74% წყალბადი ეს ყველაზე მსუბუქი ელემენტი, მერე მოდის ჰელიუმი, სადღაც 25% და აი დანარჩენი რაც რჩება, აი ეს არის რაც დარჩა იმ ძიმე ელემენტებზე, რომლებიც გვაქვს დედამიწაზე. და ერთის მხრივ თქვენ გიჩნდებათ ორი პრობლემა. პირველი რომ ძალიან ბევრი მსუბუქი ელემენტია სისტემაში და მეორე პრობლემა არის ის, რომ ძალიან არაპროპორციულად არის გადანაწილებული ამ სისტემის შიგნით ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ისე რომ ავიღოთ მზე მაგალითად, თუ დავხედოთ მზეს მიახლოებით აი ეგეთი პროპორციებია 70-25-ზე, 75-25-ზე ჰელიუმი წყალბადი მზეში. პლანეტებს რო გადავხედოთ, დედამიწაზე რადიკალურად სხვა სურათია, ძალიან ცოტა არის წყალბადი და ჰელიუმი მით უმეტეს ცოტა არის. იმიტომ რომ წყალბადი კიდე რაღაც კავშირებს ამყარებს სხვა ელემენტებთან და ეს ბმული სახით როგორც წყალი ვთქვათ გვაქვს დედამიწაზე, მაგრამ ჰელიუმი რადგანაც ინერტული გაზი არის, ის მსუბუქი ელემენტია, პირდაპირ ატმოსფეროში გადის, ატმოსფეროს ზედაფენებში ადის და მერე მიდის დედამიწას ტოვებს. რატომ ამაზე ვისაუბრებთ? და დედამიწის უდიდესი ნაწილი არის პირიქით მძიმე ელემენტები. რო გადავიდეთ ვთქვათ მარსზე იქნება მსგავსი სურათი, კიდევ უფრო ნაკლები აქვს მას მსუბუქი ელემენტები, ხოლო ძიმე ელემენტები არის ზედდარჩენილი, ატმოსფერო ძალიან თხელი, მაგრამ რო გადავიდეთ რო ვნახოთ იუპიტერზე ვნახავთ ისევ სურათს, რომ გაზები დომინირებს, ძიმე ელემენტები არის ცოტა და ეს გაზების დიდი რაოდენობა არის რატომღაც. და იმისთვის რომ გავიგოთ რატომ ხდება ასე, ხო, რაღაც მინიმალური საბაზო ცოდნა უნდა შევიძინოთ ფიზიკაზე, რომელსაც ვეცდები აქ რაღაცნაირად დავფარო და ავღწერო. ორი სიტყვით ახლა მინდა ვთქვა აი ამ სურათზე. რაც ხედავთ აქ? აქ ხედავთ პლანეტებს, რომლებიც ბრუნავენ მზის გარშემო და პრინციპში თუ კი გთხოვენ დახატოთ მზის სისტემა, უმრავლესობა დახატავს აი ესეთ რაღაც სურათს, ხო, ცენტრში არის მზე, გარშემო მოძრაობენ პლანეტები, ნუ აქ ახლა მარსი არის მარტო, მაგრამ ნუ იუპიტერსა და სატურნსაც დახატავდა ვინმე და ძალიან ცოტა თქვენგანი დახატავდა აი ესეთ სურათს, რომელიც სინამდვილეში უფრო მსგავსი არის და უფრო სქემატური. მასშტაბში არც ერთი არ არის, მაგრამ აქ ჩანს, რომ მზე ერთის მხრივ არის ყველაზე დიდი, თუმცა მასშტაბში არ არის ისე ვიმეორებ. და მე ხედავთ, რომ რაღაც ძალიან ბევრი სხვადასხვა რაღაც არის დახატული და ზოგიერთ პლანეტას გარშემო აქვს ესეთი რაღაც პლანეტებივით რაღაც ობიექტები. რა ხდება, რა შეა საქმე? მიზიდვის კანონი განსაზღვრავს შემდეგ რამეს, რომ არა მხოლოდ მზის გარშემო შეიძლება ბრუნავდეს სხეული, არამედ პლანეტების გარშემო შეიძლება ბრუნავდეს თავისი ობიექტები. ამას ქვია პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი ან პლანეტის მთვარე ჟარგონზე. ან ჟარგონზე არა, მაგრამ ისეთ სლენგზე, რომელიც ვიცით, ანუ ასტრონომები თუ გეუბნებიან იუპიტერის მთვარეზე, არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს ჩვენი მთვარე არის გადატანილი იქ, არა. ჩვენ დედამიწელებს გვაქვს მთვარე, მაგრამ ყველა პლანეტას ექნება თავისი თანამგზავრები, თავისი მთვარეები და მარსს აქვს თავისი ორი თანამგზავრი და ამ გაგებით უფრო მრავალფეროვანი სურათი და უფრო ლამაზი სურათი გამოდის მზის სისტემის, როცა მას ცდილობთ დახატოთ. და აქ ხედავთ კიდე ბევრი ისეთი სხვადასხვა ობიექტია, რომელსაც ჩვეულებრივ არ ითვალისწინებთ ხოლმე და ნუ აი ეს არის უკვე ასტეროიდებიც. და ამაზეც ვისაუბრებთ რა არის ასტეროიდები და რა არა, ხო? ეხლა კიდევ ერთხელ იმის მაგალითად რომ ქვემოდან ავაშენო ეს ჩემი ცოდნა, ანუ რატომ ვამბობ ეს ქვემოდან აშენება და წვერიდან აშენებას? უნდა წარმოვიდგინოთ ცოდნა როგორც პირამიდა და შეიძლება ფუნდამენტზე ააგოის და შეიძლება და მიხვიდე რომ წვერიდანაც შეიძლება დაიწყო ამის აგება, ოღონდ გასაგებია რომ წვერიდან აგებული ძალიან ჰაერში არის დაკიდებული, სანამ შეეხება ფუნდამენტს. ახლა როგორ წარმოუდგენიათ მზის სისტემის შექმნა თანამედროვე მეცნიერებაში? როდესაც მოისმენთ დისკუსიას ამ თემატიკაზე, გახსოვდეთ რომ სამეცნიერო დისკუსია განსხვავდება
რელიგიური ან მითოლოგიური დისკუსიისგან. იმიტომ რომ რა არის მტკიცებულება იმისა, რომ აი ეს ახლა ვილაპარაკებ არის სწორი მიდგომა, ხო? აი მაგალითად ეს ჭიქა შეიძლება დავაგდო ახლა და გავტეხო. და პრინციპში თუ კი ვაჩვენებ ვინმეს იმ ნაწილებს, რომლებიც დარჩება აი ამ ქმედების შემდეგ, აღმოვაჩენე რომ თუ ადამიანი საკმარისად სკრუპულოზურად მიუდგება ამ საკითხს, ის შეძლებს აღადგინოს გარკვეული ფრაგმენტები ამ ჭიქის. რა თქმა უნდა, ბოლომდე ეს ჭიქა აღდგენილი არასდროს არ იქნება. მაგრამ მისი საკმაოდ დიდი უბანი თუ გამოჩნდება, შეიძლება აღვადგინო ნახატიც, შეიძლება აღვადგინო ფორმაც და უმრავლეს შემთხვევაში აღარ მექნება არავითარი ეჭვი, რომ ეს ნამდვილად აი ეს ჭიქა იყო და არა რამე სხვა. მაგალითად, არა აი ეს ჭიქა, ხო? ამ ორი განსხვავება პრინციპში შემიძლია. დავა რომელიც წავა მერე, ხო? ეხლა თუ ადამიანს არ უნდა დაიჯეროს, რომ ჭიქა რომელიც აღვადგინე მართლა ჭიქა იყო და არა დოქი, ის ყოველთვის შემედაება, რომ მე ბოლომდე ფორმა არ მაქვს აღდგენილი და მართალია, ბოლომდე ფორმას სავარაუდოდ ვერასდროს ვერ აღვადგენ, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება მიკრობზარები. მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ ეს დისკუსია გადავა უფრო აი პრინციპების თამაშში და არა ფაქტობრივ კამათში, იმიტომ რომ რაღაც მომენტის შემდეგ მე შევძლებ იმის დამტკიცებას, რომ ამ ჭიქის გარდა სხვა არანაირი არსებული ჭიქა არ შეესაბამება იმ სურათს, რომელსაც აღვადგენ. და ამ გაგებით მეცნიერება ძალიან გავს აი ესეთი ტიპის გამოძიებას. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვაქვს ფრაგმენტები ცოდნის, ჩვენ არ შეგვიძლია აღვადგინოთ პირველადი სახე სამყაროსი როგორიც ის არის, ხო, როგორიც ის იყო აი ნამდვილად, ხო? მაგრამ იმდანაც ბევრი და მრავალფეროვანი ფრაგმენტი შეიძლება აღვადგინოთ, რომ ძალიან ბევრი თეორია შეიძლება გამოირიცხოს უბრალოდ აი ამ ეტაპზეც კი. მოდით ახლა ვთქვათ კანტის მოსაზრება რა იყო. კანტის მოსაზრება არის შემდეგი. ის ამბობს, რომ რადგანაც ჩვენ უკვე ვიცით გრავიტაციული ურთიერთქმედების შესახებ და რადგანაც ჩვენ გავზომეთ და შევძელით იმის ნახვა, რომ ყველა სხეული, რომელსაც აქვს მასა ერთმანეთთან მიიზიდება, მაშინ ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველად არსებობდა ეს დიდი ღრუბელი, დიდი გაზის ღრუბელი, რომელშიც კი ბატონო იყოს აი ეს გაზები, რომლებიც აქ ჩამოვთვალეთ, ნახეთ, იყოს აი ამ შემადგენლობით გაზები, ისინი ტრიალებენ, შეიძლება ლითონები მცირე ნამცეცებად იყვნენ ამ ყველაფერში, ამ ღრუბელში განაწილებულები. მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ღრუბელი იმისთვის, რომ მისი მასა საკმარისად დიდი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მან დაიწყოს ვარდნა საკუთარ თავზე. რა იგულისხმება? იგულისხმება აქ შემდეგი რამე. თუ გინახავთ ქვიშა, რომელიც დააბნიეთ ქარიან ამინდში, ის ქარს აყვება, ხო? მაგრამ რა იქნება თუ ეს ქვიშა იყრება უბრალოდ სივრცეში, სადაც არ არის დედამიწა, უბრალოდ ბევრ ქვიშას ვყრი სადღაც სივრცეში. პირველად არაფერი არ იქნება, მექნება უბრალოდ ეს ქვიშა, რომელიც აქეთ-იქით იხიტიალებს უკიდაგან სივრცეებში, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც მომენტის შემდეგ, როცა მასები დიდი გახდება ამ ქვიშის გროვების, ისინი დაიწყებენ სტრუქტურირებას, ფრაგმენტირებას და საბოლოო ჯამში დაიწყებენ დიდ გუნდებში შეგროვებას. დიდი გუნდა ნიშნის, რომ მისი მასა უფრო დიდი არის და ის სუსტად დაიწყებს მიზიდვას უფრო პატარა გუნდების. მერე ის უფრო დიდი გახდება ამ პროცესის გამო, მერე ეს დიდი გუნდა უკვე სხვა ასეთივე წარმოქმნილი დიდი გუნდების მიზიდვას დაიწყებს და საბოლოო ჯამში თქვენ მიიღებთ იმას, რომ ეს თითქოს გაფანტული ქვიშისგან თქვენ მიიღეთ ესეთი ფრაგმენტები, გუნდები და თუ ეს საკმარისად დიდი გუნდებია, მაშინ ისინი შეიძლება სფერული ფორმისას კი იყოს. რატომ? იმიტომ რომ სფეროს ეს წონასწორობა ცდილობს გაასწოროს ზედაპირი ქვიშის. ისევე როგორც ეგ ქვიშა თუ ძალიან მძიმე კონუსში დაყარეთ, ისე ცდება სითხე. ისევე როგორც სითხე მაგალითად იღებს აი სწორ ზედაპირს, ეკვიპოტენციურს, რომელზეც ვისაუბრეთ წინა ლექციაზე, ასევე აქაც ქვიშა დიდი სიმძიმის შემთხვევაში მეტნაკლებად სფერულ ფორმას მისცემს ობიექტს. ამას სხვათა შორის აკვირდებოდნენ ბერძნები და ისინი დააკვირდნენ, რომ ვარნილი წვეთი იღებს სფერულ ფორმას. და ასე გაჩნდა იმის იდეა, რომ კოსმოსში ვარდნილი სხეული შეიძლება სფერულ ფორმამდე შეიკრას, თუ მასზე ქარი არ მოქმედებს, თუ მას რაღაც წინააღმდეგობას არ უწევენ. რომ აი სფერო არის ყველაზე სრულყოფილი ფორმა
და ყველა გადახრა სფერისებური ფორმისგან არის უბრალოდ შეშფოთების შედეგები. ახლა ამ იდეაში რაც თქვი გუნდების წარმოქმნის ხო ეს იდეა ქვიშისგან რომ გავიტანოთ ზუსტად იგივენაერად შეიძლება განვაზოგადოთ გაზების შემთხვევაში. უბრალოდ გაზების შემთხვევაში მოცულობები უფრო მეტი მჭირდება, მასები მეტი მჭირდება, გაზები კიდევ უფრო თავისუფლად მოძრაობენ ვიდრე ქვიშა და მათ შესაკავებლად და მათი ესეთი გუნდებად და პლანეტებად ჩამოყალიბებისთვის და ზოგჯერ მზეებად ჩამოყალიბებისთვის გაცილებით მეტი მასა მჭირდება ვიდრე ქვიშის შემთხვევაში და მჭირდებოდა ან კლდეების შემთხვევაში და მჭირდებოდა. ამ თეორიებს და ამ იდეებს აქვს ერთი დიდი პრობლემა ჯერჯერობით. ჩვენ თლად კარგად არ გვესმის ერთგვაროვანი გარემო თუ არის, რატომ იწყება მასში ესეთი სტრუქტურების წარმოქმნა. ანუ ეს ცალკე კვლევის საგანია და ცალკე მექანიზმებს ვეძებთ ხოლმე, ეს პირველადი შეშფოთება რამ გამოიწვია, ვთქვათ, რომ გავიგოთ, მაგრამ როგორც კი შეშფოთება ჩნდება, მერე უკვე ფიზიკას ძალიან კარგად შეუძლია აღწეროს რა მოხდება. და ჩვენ შეგვიძლია ეხლა ჩვენ ვერ ხედავთ როგორ ყალიბდებოდა ეს ყველაფერი, ხო, იმიტომ რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა. მაგრამ ფიზიკის კანონები ვიცით და დრო დავიწყო დროის გადახვევა უკან. მაშინ შემიძლია ვთქვა, მიახლოებით როდის მოხდა ეს ყველაფერი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, პლანეტარული მოძრაობიდან არა, ამას ალბათ მე-7 ლექციებში ავხსნით, როგორ შეიძლება დავადგინო დრო, როდესაც წარმოიქმნა ის პირველადი ღრუბელი, რომლიდანაც დაიწყო ყველაფერმა წარმოქმნა, ოღონდ პირველადი ღრუბელი ჩვენი მზის სისტემისთვის. იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ ეს მზის სისტემაც ძალიან ისეთი ლოკალური პროვინციული ფენომენი არის, დიდი galaktikuri მასშტაბებით და სამყაროს მასშტაბებში საერთოდ უმნიშვნელო რამ არის ჩვენი მზის სისტემა, მაგრამ ჯერჯერობით თუ შემოვიფარგლებით ამით, უბრალოდ შემიძლია წარმოვიდგინოთ ესეთი ნაზავი გაზების დიდი ღრუბელი, რომელმაც დაიწყო ესეთი კონდენსირება და ვარდნა. ეხლა რამდენად დიდი უნდა იყოს ეს ღრუბელი? ეხლა ეს კარგი არის, ვთქვი დიდი ღრუბელი, მაგრამ ნუ აი ვარაუდებით შეიძლება, აი თქვა დედამიწიდან მზემდე მანძილი არის 150 მილიონი კილომეტრი. აი ეს მანძილი რო ავიღოთ საზომად, წარმოვიდგინოთ ესე ესეთი წერტილი, ხო? აი ესეთი წერტილი, რომელშიც თქვა აი აქ რომელიც მოვათავსე, ხო? აი ეს იყოს დედამიწის ორბიტა. ნუ თქვა პლუტონი იქნება სადღაც 30 ჯერ უფრო შორს და აი ეს ღრუბელი რამხელა უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფერი ესეთ კრივ მასშტაბში შეკუმშულიყო. აი ჩვენი ვარაუდებით ეს ღრუბელი შეიძლება ყოფილიყო 100,000 ჯერ უფრო დიდი ვიდრე ახლა მანძილი მზემდე. ანუ 10-100,000 მანძილი მზიდან დედამიწამდე რო გადაზომოთ და ის შეავსოთ გაზით, ძალიან გაუშვებული გაზით, არც ისე მკვრივი გაზით, მაგრამ რომლის მასაც მიახლოებით იქნება სადარი მზის მასასთან, ხო? და რომ მიუშვათ ეს გაზი. აი წარმოგიდგენთ გაქვთ ეგეთი ძალაუფლება. აი ეს გაზი რომ მიუშვათ, პრინციპში ჩვენი რწმენით ამ გაზს აქვს შესწევს უნარი გარკვეული პირობების შემთხვევაში ჩამოყალიბდეს მზის სისტემად. ის ნელა დაიწყებს ვარდნას თავის თავზე და ასე შემდეგ. ნუ სინამდვილეში ღრუბლები კიდევ უფრო დიდები შეიძლება იყოს და უბრალოდ მზის სისტემა გამოვა მხოლოდ პატარა ფრაგმენტი აი ამ ღრუბლებიდან, მაგრამ ნუ ძალიან ეს ნახევრად სპეკულატიურს გავს ეს ყველაფერი, მაგრამ არსებობს დარგები ესეთი, რომლებიც სწავლობს აი აკრეციულ დისკებს ფიზიკას სწავლობს ხალხი და ვეცდები პოდკასტის ეპიზოდი გავაკეთო ადამიანთან, რომელიც მუშაობს უშუალოდ იმაზე, როგორ ყალიბდებიან ვარსკვლავები და პლანეტები. ნუ სენდვიჩი ვეცდები გავაკეთო სამეცნიერო გასართობი პოდკასტის ეპიზოდი იმაზე, თუ როგორ ყალიბდებიან გაზებისგან აი ეს პლანეტები და ვარსკვლავები და ასე შემდეგ, ხო ეს სტრუქტურები. იმიტომ რომ ცალკე დარგი არის ფიზიკაში, რომელიც ამას ყველაფერს სწავლობს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით შემოვიფარგლოთ იმით, რომ უბრალოდ ვთქვათ, რომ კანტმა გამოთქვა ეს იდეა, რომ ესეთი გაზის ღრუბელი იმის გამო, რომ საკმარისად ძიმე იქნება და თუ რაღაც პირობებს დაადებთ მას, შეგიძლიათ ტემპერატურაც კი დათვალოთ, რა უნდა იყოს ამ გაზის და რა კონცენტრაცია, რომ მან ის კი არ გაიფანტოს, როგორც გაზს უნდა და გაზს ყოველთვის უნდა გაფანტვა, არამედ შეიკუმშოს პირიქით და მოგცეთ ისეთი კრივი უბნები და
ანუ ისეთი გაზიანი უბნები, რომლებშიც ჩამოყალიბებიან პლანეტები და ცენტრალური უბანიც კი, რომელსაც ჩამოყალიბდება მზე. ან ვარსკვლავი. ეს არის, რა თქმა უნდა, არა გამოთვლითი, არამედ ისეთი ამას ქვია artist's impression. Artist's impression ეს ნიშნავს რაღაც მხატვრის ხედვა ამ წარმოქმნის, ხო? ხედავთ აი ეს გაზი არის, ამ გაზში თითქოს ეს რგოლებად არის ეს გაზი დაბურული. ძალიან გავს იმას, როგორც წარმოგიდგენია ეს ყველაფერი, თუმცა არის ნიუანსები, რომლებიც მთლად ზუსტად არ არის აქ ასახული. და ეხლა ვიტყვით რა მოდით დავიწყოთ იმის ჩამოყალიბება, რა ფიზიკა უნდა ჩავრთო ეხლა, რა უნდა ვიცოდე, იმისთვის რომ გავიგო, რომ ეს მართლა რეალისტურია. პირველ რიგში შეიძლება გაგიჩნდეთ ეგეთი შეკითხვა, მე ვიცი რომ მზე არის ძალიან ცხელი. მაგიტომ არის რომ ეს ანათებს, მაგალითად მზის ზედაპირის ტემპერატურა არის სადღაც 3000-დან 6000 გრადუს ტემპერატურამდე, გრადუს კელვინამდე გააჩნია რომელ უბანს იღებთ მის ზედაპირზე, იმიტომ რომ იქ არის რაღაც ბნელი ლაქები, შედარებით უფრო ბნელი ლაქები და შედარებით უფრო ცხელი ლაქები. ახლა თუ კი მისვავს შეკითხვას, რომ კი ბატონო ეს გაზის ღრუბლიდან ჩამოაყალიბე, მაგრამ რატომ გაცხელდა შენი გაზის ღრუბელი და რატომ აანთო ამ გაზის ღრუბლის ცენტრში მზე. აი ესეთ შეკითხვას თუ დაგისვავთ ვინმე მამაზე, რო გასცეთ პასუხი, გჭირდებათ დამატებითი ფიზიკა ჩართოთ. და იმისთვის რომ ეს ფიზიკა ჩართოთ, მე უნდა სინამდვილეში ცოტა მაინც ვიცოდე რამე ნივთიერების აგებულებაზე. ნივთიერების აგებულების თვალსაზრისით განასხვავებენ სამ ძირითად სტრუქტურას, რომელიც გვაქვს დედამიწაზე. ამას მე ემატება კიდე რამოდენიმე სტრუქტურა, რომელიც მთლად ისე ჩვეულებრივი არ არის, მაგრამ ძალიან უხეშად ყოფენ სამ ფაზად. ერთი არის მყარი სხეულის ფაზა. ეს როდესაც სხეული არის მყარი, ინარჩუნებს ფორმას, იცით ეს გინახავთ ზიღარ და ეხლა მყარ სხეულზე. ხელებს აყნობთ მყარ სხეულს, მიკროფონიც კი მყარი სხეულია, ხო და ერთ-ერთი თქვენ არ ხართ მთლად მყარი სხეული, ანუ თქვენ გაქვთ შრეები მყარი სხეულის, მაგრამ სითხეებიც გაქვთ ბევრი, ხო? და რაღაცნაირად ესენი თავსდებიან ერთად, მაგრამ აი ეს მარტივი შენადნობები, აი დანა, ჭიქა, ეს არის მყარი სხეულები. ახლა დიდი განსხვავება არის ორი ტიპის სხეულში. არსებობს ეგრეთ წოდებული კრისტალური მყარი სხეულები და ამორფული მყარი სხეულები. ამ ორზე ვიტყვი რა განსხვავება არის, მაგრამ ჯერ სანამ ამაზე გადავალ, მოდით ვთქვათ, რომ არის რა განასხვავებს მაინც მყარ სხეულს. მყარი სხეული უნდა ინარჩუნებდეს ფორმას და მოცულობას, როგორც წესი ეგრე ამბობენ. სინამდვილეში რა თქმა უნდა, თუ კი აწვევით ამ სხეულს, იქ რაღაცნაირად დეფორმირდება სტრუქტურა ამ სხეულის და ის ზოგჯერ იკუმშება, ოდნავ იკუმშება, ხანდახან დეფორმირდება ძლიერად, მაგრამ მეტნაკლებად მყარი სხეული უნდა ინარჩუნებდეს ფორმას. შეგვიძლია რა თქმა უნდა ამაზე ვისაუბროთ აი ესე ხო რომ უბრალოდ სტრუქტურები რაღაცნაირად დავახასიათო გარემო ან უწყვეტი გარემო რომელიც არის მყარი სხეული ან რაღაც ისეთი მოდელები ვიხმარო მაგრამ სჯობს თუ ვისაუბრებ იმაზე რომ სხეულები შედგებიან ატომებისგან და მოლეკულებისგან რატომ? იმიტომ რომ ეს არის ახლა ჩვენი ცოდნა იმის შესახებ თუ როგორი არის ნივთიერების სტრუქტურა ჩვენ ვთვლით რომ საშუალო მოლეკულის, აი ეს პატარა მოლეკულების, მარტივი მოლეკულების ზომა არის სადღაც 1 ანგსტრემი, ეგ კიდე სადღაც 10-1 ხარისხად მეტრია, რაც ნიშნავს რომ ანუ 1 მეტრი უნდა დაყოთ 10 მილიარდ ნაწილად და აი ეს პატარა 1 მილიარდედი ნაწილი რაც იქნება, აი იმ ზომის არის როგორც წესი მოლეკულები რომლისგან შედგებიან ჩვენს გარშემო ნივთიერებები. ბიოლოგიურზე არ არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ბიოლოგიური ძალიან დიდი მოლეკულებია და ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს მარტივი შენადნობების შემთხვევაში აი ამ დანას თუ დავხედავ მაგალითად. აღმოვაჩინე რომ მასში მოლეკულები ესეთი ზომის არის, სადღაც მეტრის 10 მილიარდედი. ძალიან პატარა ზომა. ახლა რა არის კრისტალური მყარი სხეული? კრისტალური მყარი სხეული არის სხეული, რომელიც ადგენს რაღაც სტრუქტურას, სამგანზომილებიანს, რომელიც შეგიძლიათ უჯრედებად ესე სქემატურად დახაზოთ და აი ამ უჯრების, ანუ ამ კრისტალური მესერის კვანძებში მოთავსებულები არიან ატომები და ისინი ამ გარშემო ირხევიან.
კი ბატონო. ნუ შეიძლება იყოს კუბური კრისტალი, შეიძლება იყოს უფრო რთული კრისტალი, ამასაც ნახავთ. აი ესეთი რაღაცები შეიძლება მიიღოთ და ეს ყველა აი მაგალითად ორი მოლეკულის ორი ატომის ორატომიანი ესეთი მოლეკულები არის. აი აქ არის ორატომიანი ესეთი ბმები. აქ ხედავთ უფრო რთულ მასა აქვს ადგილი, ხო? 3 ნივთიერება არის სხვადასხვა, ხო? თეთრი ეს ერთი ნივთიერება იქნება, შავი მეორე, წითელი მესამე. აქაც ორს ხედავთ და ესე შეგიძლიათ გაყვეთ სხვადასხვა სტრუქტურა არის ძალიან რთული ფიზიკა არის სინამდვილეში იმის მიღმა თუ რატომ მაინც აი ესე სტრუქტურებში და არა სხვაში ყალიბდება ნივთიერება მაგრამ აერთიანებს ამ ყველაფერს ერთი და იგივე რამ მყარი სხეულის კრისტალში კვანძებში მდებარეობენ ატომები ან მოლეკულები და ისინი ირხევიან ამ უბნის გარშემო და პრინციპში ისინი მაინც და მაინც არ გადადიან ერთი ადგილიდან მეორეში. სინამდვილეში გადადიან, მაგრამ ძალიან მცირე ალბათობით. რა განსხვავებს სითხეს ახლა? აი ამ სტრუქტურისგან. მყარი სხეულისგან სითხეს განსხვავებს ის, რომ სითხეში მოლეკულები თავისუფლად მოძრაობენ. ქაოსურად ეჯახებიან ერთმანეთს, საკმარისად იზიდავენ ერთმანეთს, რომ თლად არ შორდებოდნენ, მაგრამ არასაკმარისად ხისტი არის ბმა იმისთვის, რომ ფორმა შეინარჩუნოს სხეულმა. ამიტომ სითხეზე ხშირად ამბობენ, რომ სითხე ინარჩუნებს მოცულობას, მაგრამ ვერ ინარჩუნებს ფორმას. ახლა რო წარმოიდგინოთ, აი წარმოიდგინეთ, რომ კრისტალში მოლეკულებს შორის იმდენ ძლიერი ბმა არის, რომ ჯოხებით არიან გადაბმულები ისინი ერთმანეთთან პირობითად ძალიან ჯოხებით და სითხეში ბმა სუსტია, ამიტომ ისინი ძაფებით არიან გადაბმულები. შეიძლება ეს ძაფები გაცვალონ, მაგრამ თუ კი ძალიან დავჭიმავ ამ ძაფს, ეს ძაფი არ მომცემს საშუალებას ბოლომდე მოვწყვიტო მოლეკულა, ხო? და ეცდება გამოიყოლოს თან დანარჩენები. და ამიტომ არის, რომ შეიძლება გინახავთ, რომ ესეთი წყლიდან თუ ამოწევა გინდა, თქვათ, რაღაც ნაწილის, ის აი ესეთ წვეთის ფორმას მიიღებს თან გარშემო რაღაცას მიათრებს, მაგრამ როგორც კი გაუშვებთ, ეგრევე დაკარგავს ამ ფორმას და სიფრთხეზე გასწორდება თქვენი სითხე. და მესამე ფორმა ეს არის აირადი ფორმა, ეს როდესაც უკვე საკმარისად დიდი არის მანძილი მოლეკულებს შორის, ეს მოლეკულებს შორის მანძილი იმდენად დიდია, რომ პრინციპში მიზიდვაზე ლაპარაკი აღარ ხდება, აღარ არის. მოლეკულები არ მიიზიდავენ ერთმანეთს, ისინი თავისუფლად გადიან ერთმანეთში, ისევ თითქმის არ ეჯახებიან ერთმანეთს. მაგაც საინტერესო დისკუსია მოგვივიდა სინამდვილეში, ესა ჩემ კოლეგასთან. ესეთი მიახლოება არსებობს იდეალური გაზის მიახლოება. სკოლაში გავდივართ, რომ იდეალური გაზი ეს არის აირი, რომელშიც მოლეკულას შეუძლია მოძრაობა კედლიდან კედლამდე ისე რომ სხვა მოლეკულებს არ დაეჯახოს და მათთან ურთიერთქმედებაში არ შევიდეს. სინამდვილეში ეს ძალიან უხეში მიახლოებაა. იმიტომ რომ კი ამბობენ რომ დიდი სიუστით იდეალური არის გაზი, მაგალითად ჩვენი ჰაერი, მაგრამ აი კედლიდან კედლს რო არ დაეჯახოს მოლეკულა, თქვენი კედლები რეალურად უნდა იყოს 60 ნანომეტრიანი, ვთქვათ. 100 ნანომეტრი ჩათვალეთ. და თვითონ მოლეკულის ზომა არის 1000 ნანომეტრი. ანუ 1000 ნანომეტრი და 100 ნანომეტრი, ხო? ესე იგი 1000 ჯერ უფრო დიდი უნდა იყოს თქვენი ოთახი და თუ ამაზე დიდი არის, მაშინ იქ უკვე რაღაც ალბათობით ირთვება ის პროცესი, რომ მოლეკულას შეუძლია დაჯახება სხვა მოლეკულასთან. შეიძლება მიზიდვა არა, მაგრამ ეს დარტყმა იქნება. და ეს დარტყმა და ესე იგი ენერგიის გაცვლა და ასე შემდეგ. და თუ კი ეხლა ნახავთ აი ამ ოთახს, ხო? აქ ზომები არის რამოდენიმე მეტრი და ესე გამოდის რამოდენიმე ერთი კედლიდან მეორეში რომ გადავიდეს ატომი, რამოდენიმე ძალიან ბევრი დაჯახება უნდა მოასწროს სინამდვილეში ამ პერიოდში სხვა ატომებთან. მაგრამ ნუ ეს ძალიან ისეთი დეტალები არის, რომლებიც ჩემთვის არის ალბათ საინტერესო და თქვენთვის ნაკლებად. ნუ მათთვის ვინც პირველად ისმენს ამ ყველაფერს. ახლა ესე იგი კიდევ ერთხელ კონცენტრირება. მყარი სხეული, კრისტალური სხეული, რომელშიც უჯრებში ლაგდებიან რაღაცნაირად სამგანზომილებელ სტრუქტურებში ლაგდებიან ატომები და კვანძების გარშემო ირხევიან, აი კრისტალური მესერის კვანძების გარშემო. სითხეები, რომლებშიც ატომები ცოტა უფრო დაშორებულები არიან, როგორც წესი, და შედარებით უფრო თავისუფლები, მაგრამ მაინც დაბმულები, ამიტომ ფორმას ვერ ინარჩუნებს სითხე და ინარჩუნებს მოცულობას და გაზი. გაზი
ცირიანად ავსებს მისთვის დაკავებულ მოცულობას, იმიტომ რომ მოლეკულები პრინციპში არ მიიზიდებიან თითქმის ერთმანეთთან, უბრალოდ ეჯახებიან ერთმანეთს და აი ეს არის განსხვავება. ახლა რაც შეიძლება შეამჩნიეთ აი ამ ნახაზზე არის გაკეთებული ესეთი უცნაური რამ. სითხის მოლეკულები უფრო მჭიდროდ არიან ჩალაგებულები, ვიდრე მყარი ფაზის მოლეკულები. როგორც წესი ასე არ ხდება, მაგრამ გამონაკლისი უფრო მეტი არის ნივთიერება, რომლებიც რა თქმა უნდა გაციების დროს და მყარი სხეულად ყოფნის დროს უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, მაგრამ აი სითხე მაგალითად წყალი ჩვენი წყალი და ყინული არის მაგალითი, როცა ყინული იკავებს უფრო დიდ მოცულობას, ვიდრე წყალი. ატომრაც, ამას სხვადასხვა განაპირობებს ფაქტორი, მაგრამ ესეც იცოდეთ, რომ როგორც წესი მყარი სხეულის მოლეკულები უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან ჩალაგებულები, მაგრამ ამ წესში არის გამონაკლისები. მე ვახსენე ეგეთი რამ, რომ ეს ყველაფერი მოძრაობს, მოლეკულები მოძრაობენ კრისტალში, ისინი კვანძების გარშემო მოირხევიან, სითხეში შედარებით თავისუფლად მოძრაობენ, მაგრამ თლად ერთმანეთს ვერ ტოვებენ, იმიტომ რომ თითქოს ძაფებით არიან დაბუნები და გაზის მოლეკულები საკმარისად თავისუფლად მოძრაობენ მათთვის განკუთვნილ მოცულობაში. რომ ვნახოთ ახლა როგორი არის ეს ყველაფერი, ხო? აღმოჩენთ აი ესეთ რამეს, ნახეთ? მყარი სხეულია ესე თითქოს ცახცახებს. სითხეში მოლეკულები კი მოძრაობენ, მაგრამ აი ერთ წერტილზე დაბმულები მთლად არ არიან. ზოგი მოლეკულა შეიძლება თავისუფლად მოძრაობდეს სხვა მოლეკულებს შორის. უბრალოდ აი სითხე ამოხტომაზე აქვს პრობლემა. და გაზის შემთხვევაში გაზი ძალიან თავისუფლად მოძრაობს დაკავებულ მოცულობაში. სითხის შემთხვევაში ვხედავთ, რომ მოლეკულები ირევიან, თავისუფლად დადიან, ფორმას ვერ შეინარჩუნებს ესეთი სტრუქტურა. სინამდვილეში კრისტალში აი რაღაცნაირად ესე ირხევიან მოლეკულები და აი ეს საინტერესო სურათი იმიტომ არის, რომ თუ კი საკმარისად კაცრად განსაზღვრავ ყველაფერს, სინამდვილეში აღმოვაჩენ, რომ მოლეკულის შიგნითაც კი გვაქვს პატარა რხევები ატომების და რთული დიდი მოლეკულები თვითონაც ცახცახებენ და ესე ვიბრირებენ, მაგრამ ამაზე მერე. აუცილებელი არის ეს აგრეთვე აღინიშნოს შემდეგი რამ, რომ მოლეკულების მოძრაობის სიჩქარე საზღვრავს რა ტემპერატურის არის სხეული. ცივი სხეული, რასაც ვეძახით ცივს, იქ როგორც წესი უფრო ნელა მოძრაობენ მოლეკულები, ის რასაც ვეძახით ცხელს, იქ უფრო სწრაფად მოძრაობენ მოლეკულები. და შესაბამისად თერმომეტრი თუ ჩავდე აი სამ სხეულში, სადაც აი ესე ცახცახი ხდება მოლეკულების, ის რასაც მე ვზომავ და ვეძახი ტემპერატურას, რეალურად არის აი ეს ცახცახი. ძალიან საინტერესოა, რომ აი ესეთი მარტივი გამზომით, როგორც არის თერმომეტრი, თურმე შეგიძლიათ გაზომოთ, როგორ ცახცახებენ ეს პატარა მოლეკულები ნივთიერებაში. ეს ცოდნა საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ახსნა გაზის ღრუბელი, რომელიც ვარდება საკუთარ თავზე, რატომ გაცხელდება. პრინციპში საკმარისია, ნახეთ როგორ. მე ხო ვიცი, რომ გაზი ეს არის მასიური სხეული და ვიცი, რომ მასიური სხეულის მოძრაობა აღიწერება ნიუტონის მექანიკით და შესაბამისად თუ კი ცივურ მექანიკაზე გადავალ, ის აღიწერება კეპლერის კანონებით. კეპლერის კანონები მეუბნებიან, რომ რაც უფრო ახლოს მოდის ცენტრთან, გრავიტაციის ცენტრთან ჩემი სხეული, მით უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას. თან ეს მოძრაობა შეიძლება მნიშვნელოვნად აჩქარდეს, მაგალითად მაგალითისთვის ის რაც მზიდან დაშორებულია, ვთქვათ 10ჯერ და 100ჯერ უფრო შორს ვიდრე დედამიწა. და იქ მოძრაობდეს თითქმის შეუმჩნევლად. აი იქ მოძრაობდეს თქვათ სიჩქარით 1 სანტიმეტრი წელიწადში. თქვათ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ესეთი ჭავლი მოდიოდა გაზის, რომელიც აი იქ იყო შორს ძალიან ნელი და მზესთან უბრალოდ გრავიტაციის გამო აჩქარდა, თქვათ ისე რომ 30 კილომეტრი გახდა მისი მოძრაობის სიჩქარე. გასაგებია რომ უბრალოდ ერთმანეთის მიმართ ეს გაზი ჯერჯერობით არ მოძრაობს, მაგრამ თუ კი რაღაც სამიზნეს დაეჯახებოდა და იქ გავზომე, რომ ქაოტიზაციის შემდეგ ეს სიჩქარეები გადავიყვანე მერე ტემპერატურაში, მივიღებ რომ ტემპერატურა რომელსაც გავზომა უკვე მზის სისტემის სიახლოვეს იქნება 25000 კელვინი. ეს ძალიან უხეშად რა თქმა უნდა, წყალბადის შემთხვევაში რომ დავთვალოთ, შეგიძლიათ ეს ცნობილი ფორმულა გამოიყენოთ, რომელიც
მოლეკულის კინეტიკურ ენერგიას აკავშირებს ტემპერატურასთან და დათვლით მარტივად რომ წყალბადის ჭავლი რომელიც არის 25,000 წყალბადის ჭავლი რომელიც 30 კილომეტრი წამის სიჩქარით მოდის სადღაც 25,000 გრადუსამდე არის გაცხელებული სინამდვილეში ეფექტურად როცა უკვე ტემპერატურები დაიწყებ თვლას და ამის შედეგად გამოდის რომ ესეთი ღრუბელი ერთგვაროვანი მართალია ცივია მაგრამ შეკუმშვის დროს რადგანაც ვარდება თავის თავზე და სწრაფდება ამ ვარდნის პროცესში ის ნანანა გაცხელდება საკმაოდ მნიშვნელოვან ტემპერატურებამდე იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ისეთი ჰიპოთეტური 30 კილომეტრიც არ არის ზღვრული სიჩქარე სინამდვილეში რომელთაც შეიძლება ეს გაზი თქვათ დავარდეს ისეთ ობიექტზე როგორც არის მზე იმიტომ რომ 30 კილომეტრი ეს არის ოდესაც ორბიტაზე ხართ 30 კილომეტრი წამში ეს არის სიჩქარე ოდესაც ორბიტაზე ხართ მზიდან დედამიწის დაშორებაზე და უფრო ახლოს თუ მიხვალ მზესთან იქ სიჩქარეები შესაბამისად გაიზრდება და მზის ზედაპირზე დაცემა კატასტროფულად გააცხელებს თქვენ სისტემას. ხო, ამას შეიძლება მეორენაირადაც მიუდგეთ. არა მარტო აი ესე შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ დასკვნამდე რომ ყველაფერი უნდა გაცხელდეს, არამედ მეორე მოსაზრებითაც, რომელსაც ქვია ადიაბატური გაფართოება და შეკუმშვა. ადიაბატური შეკუმშვა საკმაოდ საინტერესო რამ არის. ადიაბატური შეკუმშვა გულისხმობს რას, რომ თქვენ კუმშავთ გაზს, ოღონდ ამ დროს ამას იმდენად სწრაფად აკეთებთ, რომ პრინციპში შეიძლება უგულებელყოთ ის, რომ შეკუმშვისას და გაცხელებისას სხეული ამ სითბოს კარგავს. ანუ უხეშად ვთქვათ, აი თერმოსი რო შეკუმშოთ, მაშინ შეიძლება ადიაბატურად შეცვალოთ პროცესი. ძალიან სწრაფი თუ არის შეკუმშვა, ან გაფართოება, ესეც ადიაბატური არის პროცესი. ანუ ვერ მოასწრო ამ სისტემამ სითბოს დაკარგვა, ან სითბოს მიღება გარემოსგან, ან გარე სამყაროსგან. და ამ დროსაც ხდება ის, რომ თუ კი თქვენ აი მაგალითად როგორც აქ არის, იღებთ და სხეულს კუმშავთ, მაშინ სხეული გაცხელდება. პირიქით აქ არის, აი სხეულს კუმშავთ და სხეული ცხელდება. თუ პირიქით სხეულს აფართოვებთ, მაშინ სხეული ცივდება. როგორ შეიძლება ამას ეს აი გავიგო ეს ინტუიტიურად ისევ გამოთვლები რო არ ჩავატარო, ხო? ინტუიცია მეუბნება შემდეგ რამეს, ანუ გუმანი. რომ რადგანაც გაზში მაქვს მოლეკულები, რომლებიც მოძრაობენ, რადგანაც ეს მოლეკულები ეჯახებიან კედლებს, გაფართოებისას და შეკუმშვისას მე კედელს ვამოძრავებ და გამოდის რომ მოლეკულები ამ კედელს როცა ეჯახებიან, ეს კედელი მათთვის არის თითქოს ჩოგანი. აი ვისაც გითამაშეთ ჩოგბურთი, იცით რომ თუ კი ძალიან დიდი სიჩქარით ურტყავთ ანუ ბურთი შეგიძლიათ ჩოგანით როგორც გააჩქაროთ, ისევე შეანელოთ. და მაგალითად დაჯახების პროცესში თქვენ ჩოგანი ოდნავ უკან თუ მოგაქვთ, ხო? შეგიძლიათ ბურთი უფრო შეანელოთ და არა ააჩქაროთ. თუმცა თითქოს დაარტყით, ხო? თითქოს დარტყმა მოხდა, მაგრამ ყველა დარტყმა არ აჩქარებს. ისევე როგორც ფეხის დარტყმა ბურთზე, ყველა დარტყმა არ აჩქარებს დარტყმულ სხეულებს. და რადგანაც მე ვთქვი, რომ სიჩქარე და მოძრაობა ცალსახად არის გადაბმული ტემპერატურასთან, გამოდის, რომ ეს კედელი, როცა როგორც დიდი ჩოგანი მოქმედებს, თუ კი ის გაფართოებაზე მუშაობს, მაშინ მოლეკულები, რომლებიც მას ეჯახებიან, ისინი ნელდებიან და თუ კი შეკუმშვაზე, მაშინ ის პირიქით აი ესე ურტყავს ყველა მოლეკულას, რომელსაც ეჯახება და სისტემა ან ცხელდება, ან ცივდება. ამიტომ ეს ორივე მიდგომა შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გააღწეროთ ეს დიდი ღრუბელი როგორც ვარდნილი ცენტრალურ ობიექტზე და შეგიძლიათ აღწეროთ როგორც შეკუმშვადი გაზი შეკუმშვა, რა თქმა უნდა, გამოწვეულია გრავიტაციით, მაგრამ როგორც გაზთან ისე იმუშავებთ ამ სისტემასთან და იგივე პასუხებამდე უნდა მიდიოდეთ. საერთოდ ფიზიკის ხიბლი ის არის, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ენით აღწერე მე ჩემი ფიზიკა, რა ენაზე აღწერე. თუ ადეკვატური აღწერის ენა არის, ორივე ეს აღწერა მომცემს კარგ შედეგს. და პირიქით ეს იმასაც ნიშნავს, რომ მე ამით შემიძლია ავირჩიო, რომელი აღწერა არის უფრო ადეკვატური, ის რომელიც უფრო ზუსტ რიცხვებს დამისვავს, მე როცა გასმობაზე მივა საქმე,
ის უფრო კარგი და ადეკვატური აღწერა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ერთ-ერთი შედეგი, რომელზეც მიხვალთ იმით, რომ თქვენ აღწერთ გაზს როგორც მოლეკულების ერთობლიობას, ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ ისევე როგორც კედელი აკავებს ამას ყველაფერს, ხო და კედელი შეკუმშვისას და გაფართოებისას ურტყავს ამ გაზს, მაგრამ ეს გაზის მოლეკულებიც ურტყავენ ამ კედელს და გამოდის ისე, რომ იქმნება ის, რასაც ფიზიკაში ეძახიან წნევას. წნევა არის გამოწვეული იმით, რომ მოლეკულები ეჯახებიან ბარიერს, რომელშიც არიან მომწყდეულები. ანუ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიზიკური სიდიდე, ამიტომ მინდა მასზე ოდნავ მეტი ვთქვა. წნევას უხეშად ეძახიან უბრალოდ გასაშვალოებულ ძალას, რაღაც ფართობს იღებენ, როგორც წესი, და ამბობენ, რომ თუ კი აი ამ ფართობზე მოქმედებს აი ესეთი ძალა, მაშინ ესეთი მარტივი ფორმულით ძალა უბრალოდ შევაფართო შემიძლია ფართობზე და მივიღებ წნევას. წნევას ზომობენ პასკალებში და პასკალი წნევა შესაბამება ძალიან მიზერულ მაჩვენებლებს, როგორც წესი ეგ არის 1 ნიუტონი ძალა, რო აწევოდეს 1 მეტრ, კვადრატულ მეტრ ფართობის რაღაცას. ეხლა 1 ნიუტონი ძალა ეს არის რაღაც 102 გრამი, ნივთიერება რამდენს იწონის. ეს რო დადოთ 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ანუ რეალურად ეს საკმაოდ დიდი ფართობია. ნუ გასაგებია რომ საკმაოდ უმნიშვნელო არის ეს წნევა. წნევა, რომელსაც თქვათ ქმნით ნემსის წვერზე, საკმარისია იმისთვის, რომ გახეთქოთ კანი, თქვენი კანი, მაგრამ მეორე მხრივ იგივე ძალა რო იმოქმედოთ ფრდით ფართობზე, მაშინ კანი საკმარისად გამძლე არის იმისთვის, რომ დაზიანება ამ შემთხვევაში არ მიიღოს. ლურსმანიც იგივე პრინციპებზე მუშაობს. ანუ თქვენ წვერი ლურსმანის იმისთვის გაქვთ, რომ დარტყმის დროს, როდესაც ჩაქვით ურტყავთ ლურსმანს, თელია ის ზემოქმედება გადადიოდეს მცირე ფართობში, რომელიც გააპობს ზედაპირს, რომელშიც ურტყავთ. არაინტუიტიურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჰაერი ჩვენზე უფრო მეტ წნევებს ქმნის, ვიდრე ის წნევები, რომლებსაც ჩვენ ვამითარებთ ესეთი უხეში მოქმედებების დროს. ატმოსფერული წნევა ეს არის სადღაც 100,000 პასკალი. პასკალები რო გადაიყვანოთ ძალის ეკვივალენტებში, ეს ისასწორად კვადრატულ მეტრ ფართობზე იმოქმედებს იგივე ძალა, რომ დადოთ 10 ტონა რაღაცა ამ კვადრატულ მეტრზე. გასაგებია, რომ საკმაოდ დიდი წნევაა. სკოლის წიგნებშიც კი შეგიძლიათ ნახოთ ძალიან კარგი მაგალითები, როგორ შეიძლება ვთქვათ, შთამბეჭდავი ექსპერიმენტი დადგათ აი ამის დახმარებით. თითქოს ეს შემიქმნის ესეთ კარგ სურათს, რატომ უნდა დავხატო აი ესეთი სურათი ბოლოს საბოლოო ჯამში, როგორ შემიძლია გაზური ღრუბლიდან მივიღოთ ცხელი სხეული, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ამეხსნა რაღაცეები მზის სისტემაში, იმიტომ რომ მაგალითად ნახეთ, ეს ძალიან კარგად ამეხსნის იმას, თუ რატომ არის ცენტრალური უბანი მზის სისტემაში ცხელი, მზე რატომ არის ცხელი და პრინციპში აი პირველად გაცხელებას ძალიან კარგად ამიხსნის სთი ვარდნა გაზური ღრუბლის, თუ საკმარისად დიდი და მძიმეა ის. მაგრამ ასეთივე ვარდნა ვერ ამიხსნის აი ესეთი შემადგენლობა ჩემი მზის სისტემის, რატომ უნდა გადანაწილდეს არათანაბრად მზის სისტემაში, რატომ უნდა იყვნენ რაღაც პლანეტები უფრო მკვრივი სხეულებით გაკეთებულებით, ეს გაუგებარია, ხო?